რევაზ ჯანიაშვილი გარდაიცვალა 2018 წელს თბილისის მუნიციპალურ საავადმყოფოში გულის შეტევით 58 წლის ასაკში. მისი ქალიშვილი სალომე 29 წლის მარტო იყო დერეფანში, როცა ექიმმა თავი დაუქნია. სალომე არ ტიროდა. იგი იცოდა, რომ ამ მომენტისთვის მზად იყო წლების განმავლობაში. მამამისი არასოდეს ყოფილა ჯანმრთელი ბოლო 5 წლის განმავლობაში და სალომე იცოდა, რომ ეს დღე მოვიდოდა. მაგრამ ის არ იცოდა, რომ მამამისის გარდაცვალების შემდეგ მოვიდოდა რაღაც სხვა რაღაც, რაც შეეცვალა ყველაფერი, რაც იცოდა თავისი ოჯახის შესახებ. რევაზი ცხოვრობდა მცხეთაში, მდინარე მტკვრის მახლობლად, ძველ 5-სართულიან შენობაში, სადაც ბინა მესამე სართულზე იყო. ბინა იყო მცირე, 2 ოთახის, სამზარეულო, აივანი, რომლიდანაც ჩანდა მთები და ძველი ქალაქის სახურავები. შენობა აშენებული იყო საბჭოთა პერიოდში და კედლები იყო სქელი, ბეტონისგან, რაც აძლევდა ბინას განცდას იზოლაციისა, განცდას იმისა, რომ რაც ხდებოდა იქ შიგნით, რჩებოდა იქ შიგნით. სალომე იქ გაიზარდა. მას ახსოვდა დედა, კეთევან, რომელსაც ყველა კეტოს უწოდებდა, მაგრამ ახსოვდა ბუნდოვნად, როგორც ახსოვს ადამიანს ძველი ფოტოსურათი, რომელსაც მრავალჯერ უყურებდა, მაგრამ აღარ იცის, არის თუ არა ეს ნამდვილი მეხსიერება თავად მომენტის. თუ მხოლოდ მეხსიერება ფოტოსურათის შესახებ, მეხსიერება მეხსიერების შესახებ. კეტო გაქრა 2013 წელს. ეს მოხდა ნოემბრის 21 დღეს, ხუთშაბათს, ცივ საღამოს, როცა სალომე 15 წლის იყო. სალომეს ახსოვდა ის საღამო არა იმიტომ, რომ ახსოვდა დედის წასვლა, არამედ იმიტომ, რომ ახსოვდა სიჩუმე, რომელიც მოვიდა შემდეგ, სიჩუმე, რომელიც გრძელდებოდა და გრძელდებოდა, ისე რომ იგი გახდა არა უბრალოდ ხმების არ ყოფნა, არამედ თვითონ არსება, ფიზიკური ობიექტი, რომელიც ავსებდა ბინას და აწონდა ყველაფერზე. რევაზი და კეტო ჩხუბობდნენ. ეს არ იყო პირველი ჩხუბი. სალომეს ახსოვდა, რომ მშობლები ხშირად ჩხუბობდნენ, განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში, მაგრამ არასოდეს ხმამაღლა, არასოდეს ისე, რომ მეზობლებმა მოესმინათ, არასოდეს თეატრალურად. ისინი ჩხუბობდნენ ჩუმად და ძაბულად, სიტყვებით, რომლებიც ჟღერდა როგორც დანა, მკვეთრი და ცივი და რომლებიც იჭრებოდა ისე, რომ არ ახსოვდა ზუსტად რა ითქვა, მაგრამ ახსოვდა როგორ იგრძნო. იმ საღამოს კეტო გავიდა ბინიდან დაახლოებით 9 საათზე. მან თქვა, რომ უნდა გასეირნებულიყო, რომ უნდა ჰაერიეს უნთქა, რომ უნდა იფიქრა. სალომე იყო თავის ოთახში, ისმენდა მუსიკას ყურსასმენებით, ცდილობდა არ ესმოდა ხმები მშობლების ოთახიდან, მაგრამ მას მაინც ესმოდა. მას არ ესმოდა სიტყვები, მაგრამ ესმოდა ტონი, რომელიც იყო დაღლილი, განაწყენებული, გაბრაზებული არა ხმამაღლა, არამედ შიგნით ისე გაბრაზებული, რომ ხმარჩებოდა ჩუმი, იმიტომ რომ თუ გახდებოდა ხმამაღალი, მაშინ ყველაფერი დაიშლებოდა. კეტომ გახსნა კარი და დახურა ჩუმად, ისე ჩუმად, რომ თითქმის არ ისმოდა. სალომე გამოვიდა დერეფანში რამდენიმე წუთის შემდეგ და დაინახა მამა, რომელიც იდგა სამზარეულოში, ფანჯრის წინ, ხელები ჯიბეებში ჩაყრილი, უყურებდა ქუჩას, უყურებდა ბნელს. სალომემ ჰკითხა, სად წავიდა დედა. რევაზმა არ მიაბრუნა თავი. მან უთხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა, რომ უბრალოდ გასეირნდა, რომ ყველაფერი რიგზე იქნებოდა. მაგრამ კეტო არ დაბრუნდა. რევაზმა დაელოდა ღამისად საათამდე, შემდეგ 11 საათამდე, შემდეგ შუაღამემდე. მან შეეცადა დარეკა კეტოს მობილურზე, მაგრამ ტელეფონი რჩებოდა ბინაში, სამზარეულოს მაგიდაზე, იქვე სადაც კეტო ყოველთვის ტოვებდა მას. ეს იყო პირველი უცნაური რამ. კეტო არასოდეს ტოვებდა ტელეფონს სახლში, როცა გამოდიოდა. მაგრამ რევაზი ფიქრობდა, რომ შესაძლოა ის იმდენად გაბრაზებული იყო, იმდენად დაჩქარებული, რომ დაივიწყა. შუაღამის შემდეგ რევაზმა დაიწყო ზარინა თესავებზე. დაურეკა კეტოს დას, რომელიც ცხოვრობდა თბილისში, მაგრამ დამთქვა, რომ არ ელაპარაკებოდა კეტოს რამდენიმე კვირა და რომ არაფერი იცოდა. დაურეკა კეტოს ძმას, რომელიც ცხოვრობდა გორში, მაგრამ ძმამ ასევე თქვა, რომ არაფერი იცოდა. რევაზმა გამოვიდა და მოიარა უბნის გარშემო, ქუჩები, რომლებიც იყო ცარიელი და ბნელი, მაგრამ არავინ იყო იქ, არავინ, ვინც შეეძლო დახმარება. მან დაბრუნდა ბინაში და დაელოდა, იჯდა სამზარეულოში, ფანჯრის წინ უყურებდა ქუჩას, ელოდა რომ დაინახავდა კეტოს, რომელიც დაბრუნდებოდა. მეორე დღეს დილით, პარასკევს, რევაზი წავიდა პოლიციაში. იგი წავიდა მცხეთის პოლიციის განყოფილებაში, რომელიც იყო ძველ შენობაში ცენტრალურ მოედანთან ახლოს. მან შეავსო განცხადება დაკარგული ადამიანის შესახებ. პოლიციელმა, ახალგაზრდა კაცმა დაახლოებით 25 წლის მოусმინა, ჩაწერა ინფორმაცია ნოტბუქში და უთხრა, რომ უმეტეს შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც ტოვებენ სახლს ჩხუბის შემდეგ, ბრუნდებიან რამდენიმე დღეში, რომ ამას ხედავდნენ ხშირად, განსაკუთრებით ქორწინებებში, სადაც იყო დაძაბულობა. რევაზმა უთხრა, რომ კეტო არასოდეს გაუკეთებია ასეთი რამ, რომ ის არ იყო ისეთი ადამიანი, რომ რაღაც არ იყო სწორი.
პოლიციელმა კისრის გაქნევით უთხრა, რომ ეძებდნენ, რომ დაიწყებდნენ ოფიციალურ ძიებას, მაგრამ რომ ბევრი შემთხვევა ჰქონდათ და რომ დრო სჭირდებოდა, რომ ადამიანებმა უნდა იყვნენ მოთმინებები. სალომე ყოფილა სკოლაში იმ დღეს. მას არ უთქვამს არავისთვის, რომ დედა არ იყო სახლში წინა ღამეს, რომ რაღაც მოხდა. მან იმედი ჰქონდა, რომ დედა დაბრუნდებოდა, სანამ სახლში მოვიდოდა, რომ ყველაფერი იქნებოდა ნორმალურად, რომ ეს იქნებოდა უბრალოდ კიდევ ერთი ჩხუბი, კიდევ ერთი მომენტი დაძაბულობის, რომელიც გავლიდა. მაგრამ როცა დაბრუნდა საღამოს, ბინა ცარიელი იყო. რევაზი იყო სამზარეულოში, იჯდა მაგიდასთან, ხელები თავზე დაკრული და როცა სალომე შევიდა, მან აიხედა და თქვა, რომ დედა ჯერ არ დაბრუნებულა, მაგრამ რომ ყველაფერი რიგზე იქნებოდა, რომ პოლიცია ეძებდა, რომ მალე ყველაფერი ამოიხსნებოდა. პოლიციამ დაიწყო ძიება. დაკითხეს რევაზი რამდენიმეჯერ, დაკითხეს სალომე, დაკითხეს მეზობლები, ნათესავები, კეტოს კოლეგები სამსახურიდან. არავინ იცოდა არაფერი. კეტოს არ ჰქონდა ახლო მეგობრები მცხეთაში. ის მუშაობდა ადგილობრივ მაღაზიაში, გამყიდველად, პატარა მაღაზიაში, რომელიც კიდდა საყოფა ცხოვრებო ნივთებს და კოლეგებმა თქვეს, რომ კეტო იყო ჩუმი, თავაზიანი, პუნქტუალური, მაგრამ არ საუბრობდა ბევრს პირად ცხოვრებაზე. არავის უთქვამს, რომ აპირებდა წასვლას. არავის უთქვამს, რომ პრობლემები ჰქონდა. არავის უთქვამს, რომ ეშინოდა რაიმეს. კოლეგები ამბობდნენ, რომ კეტო ყოფილა ნორმალური იმ ხუთშაბათს, რომ მან დაამთავრა სამუშაო ჩვეულებრივ დროს, 6 საათზე საღამოს და წავიდა სახლისკენ, როგორც ყოველთვის. პოლიციამ შეამოწმა საავადმყოფოები, შეამოწმა ავტობუსის სადგურები, შეამოწმა სასტუმროები მცხეთაში, თბილისში, გორში. ვერაფერი იპოვეს. კეტოს საბუთები, ფულის საბარათე, ტელეფონი, ყველაფერი იყო სახლში. მან წავიდა მხოლოდ ჩაცმული იმაში, რაც ეცვა, ძველი შავი ქურთუკი, ჯინსი, ბეწვიანი ფეხსაცმელი და არაფერი აღებული ჰქონდა თან. ეს იყო უცნაური. პოლიციას სჯეროდა, რომ ადამიანი, რომელიც გეგმავს წასვლას, იღებს რაღაცასთან, საბუთებს მაინც, ფულს მაინც. მაგრამ კეტო არაფერი აღებული ჰქონდა. ეს ნიშნავდა ერთ-ერთს ორიდან, ან ის არ აპირებდა წასვლას, ან მას მოუვიდა რაღაც, რაც აიძულა წასვლა ისე სწრაფად, რომ არ ჰქონდა დრო რამის აღებაზე ფიქრის. გავიდა დღეები, შემდეგ კვირები, შემდეგ თვეები. რევაზი განაგრძობდა მუშაობას. იგი მუშაობდა სამშენებლო კომპანიაში, ოსტატად ელექტრიკოსად და იგი დადიოდა სამსახურში ყოველდღე, ბრუნდებოდა სახლში ყოველ საღამოს, სრუნავდა სალომეზე, ამზადებდა სადილს, ამოწმებდა საშინაო დავალებას, ცდილობდა იყოს ნორმალური, მაგრამ სალომე ხედავდა, რომ მამა არ იყო ნორმალური. ის ხედავდა, როგორ ელოდა მამა. ის ხედავდა, როგორ აცქერდა რევაზი კარს, როცა სმენდა ხმას სადარბაზოში, როგორ ხტებოდა, როცა ტელეფონი რეკავდა. ის ხედავდა, როგორ ამოწმებდა რევაზი მობილურს ყოველ რამდენიმე წუთში, თუმცა არავინ რეკავდა. ის ხედავდა, როგორ ინახავდა რევაზი კეტოს ნივთებს ზუსტად ისე, როგორც დატოვა დედამ, ისე, რომ თითქოს ყოველი ნივთი იყო საკრალური, ხელშეუხებელი. კეტოს ტანსაცმელი რჩებოდა კარადაში. მისი ფეხსაცმელი რჩებოდა სადარბაზოს კარადის სადგომში. მისი კოსმეტიკა რჩებოდა აბაზანაში, მოწესრიგებული მცირე თაროზე, ზუსტად ისე, როგორც კეტო ტოვებდა ყოველთვის. მისი ფოტოები რჩებოდა კედლებზე. მისი საყვარელი ჩიქა რჩებოდა სამზარეულოში და რევაზი არ იყენებდა მას. რევაზი არაფერს არ ეხებოდა. იგი ინახავდა ყველაფერს, ინახავდა ისე, როგორც ადამიანი ინახავს მუზეუმს, როგორც ადამიანი ინახავს რაღაცას, რაც მალე დაბრუნდება და უნდა იყოს ზუსტად ისე, როგორც იყო. სალომე განაგრძობდა სკოლაში სიარულს, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. თანაკლასელები თავდაპირველად კითხულობდნენ, ეძებდნენ მას ტელეფონებში, ეკითხებოდნენ, არის თუ არა რაიმე ახალი, არის თუ არა ინფორმაცია დედის შესახებ. შემდეგ, როცა კვირები გადავიდა და პასუხი არ მოვიდა, ისინი გაჩუმდნენ. ისინი აღარ კითხულობდნენ. ისინი უბრალოდ უყურებდნენ და მათი მზერა იყო შერეული თანაგრძნობისა და დისკომფორტის, იმ დისკომფორტის, რომელიც ადამიანები გრძნობენ, როცა არ იციან რა თქვან, როცა ტრაგედია ხდება ისეთი უცნაური, ისეთი გაუგებარი, რომ ტრადიციული სიტყვები ნუგეშის არ მუშაობს. შემდეგ თანაკლასელები თავიდან აიცილებდნენ. ისინი აღარ იჯდნენ სალომესთან სასადილოში. ისინი აღარ იხვევდნენ მას ჯგუფურ პროექტებში. სალომე გახდა გოგონა, რომლის დედა გაქრა და ეს ფაქტი გახდა მისი მთავარი იდენტობა, ფაქტი, რომელიც აყენებდა მას სხვა ადამიანებისგან, აყენებდა ისე, რომ ის გრძნობდა თავს უხილავ ბარიერში ჩაკეტილად. მოსწავლეები ჩურჩულებდნენ. სალომე ისმენდა ფრაგმენტებს საუბრების, ფრაგმენტებს, რომლებიც აღწევდა მას ტელეფონებში, სკოლის ეზოში, ავტობუსში. ზოგი ამბობდა, რომ კეტო წავიდა სხვა მამაკაცთან, რომ ის დატოვა ქორწინება, რომ ის გეგმავდა ამას.
ზოგი ამბობდა, რომ რაღაც უბედური შემთხვევა მოუვიდა, რომ ის დაეცა, ან დაემართა ავარია, ან რაღაც. ზოგი ამბობდა, რომ რევაზმა რაღაც გააკეთა, რომ ჩხუბი იყო ძლიერი, რომ შესაძლოა რაღაც მოხდა, რაც არავინ იცოდა. სალომე არაფერს არ პასუხობდა. ის ისწავლიდა სიჩუმის ტარებას, ისწავლიდა იმას, თუ როგორ იარო დერეფნებში თავი დაბლა დახრილი, თუ როგორ არ გაეცა რეაქცია მზერებზე, ჩურჩულებზე, თუ როგორ დაეცადა თავისი ცხოვრება, რომელიც მტვრევას იწყებდა. 1 წელი გავიდა, შემდეგ 2, შემდეგ 3. კეტოს არ იპოვეს. საქმე დახურეს როგორც გახსნილი, ოფიციალურად შეუძლებელი გამოძიება, მაგრამ პრაქტიკულად დავიწყებული. პოლიცია შეწყვიტა აქტიური ძიება. ისინი უთხრეს რევაზს, რომ საქმე რჩებოდა ღია, რომ თუ რაიმე ახალი ინფორმაცია გამოჩნდებოდა, ისინი განაახლებდნენ გამოძიებას, მაგრამ ფაქტობრივად საქმე გადავიდა არქივში, გადავიდა იმ საქაღალდეებში, რომლებიც ხულდება თაროებზე და ივიწყება. რევაზმა არასოდეს დაწყო ცხოვრება თავიდან. მან არასოდეს შეხვდა სხვა ქალს. მან არასოდეს ისაუბრა სხვა ქალთან. მან არასოდეს გადააწყვეტა. მან არასოდეს ჩათვალა კეტო გარდაცვლილად. ოფიციალურად იურიდიულად კეტო რჩებოდა უგზოდ დაკარგული ადამიანი, რომელიც არ იყო დადასტურებით გარდაცვლილი, არამედ უბრალოდ არ იყო. რევაზმა არასოდეს დაიწყო პროცესი კეტოს იურიდიულად გარდაცვლილად გამოცხადებისთვის. არასოდეს. და ამას ჰქონდა იურიდიული შედეგები, მაგრამ რევაზი არ ზრუნავდა. ის უბრალოდ განაგრძობდა ცხოვრებას ისე, როგორც ცხოვრობდა, ელოდებოდა ისე, როგორც ელოდებოდა. სალომე დაამთავრა სკოლა 2006 წელს, 7 სართულიან, შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. ის არჩია ეს სპეციალობა შეგნებულად თუ უშეგნებლად, არჩია იმიტომ, რომ სურდა გაეგო ადამიანები, სურდა გაეგო რატომ აკეთებენ ადამიანები იმას, რასაც აკეთებენ, რატომ ტოვებენ, რატომ რჩებიან, რატომ ჩუმდებიან. დაიწყო ცხოვრება გუდაურში მეგობარ გოგოსთან, პატარა ოროთახიან ბინაში და ის ხვდებოდა მამას თვეში ერთხელ ან ორჯერ. ის მიდიოდა მცხეთაში შაბათობით, ატარებდა დღეს მამასთან, ისინი სადილობდნენ ერთად, საუბრობდნენ ერთად, მაგრამ არასოდეს საუბრობდნენ კეტოზე. ეს იყო უთქმელი წესი, უთქმელი შეთანხმება, რომ კეტოს სახელი არ იყო ნახსენები, იმიტომ რომ ნახსენება მას ნიშნავდა ცნობას, რომ ის არ იყო და არც ერთს მათგანს არ სურდა ეს ცნობა. რევაზი რჩებოდა მცხეთაში, იმავე ბინაში, იმავე სამსახურში. ის არასოდეს საუბრობდა კეტოზე, არა სალომესთან, არა ნათესავებთან, არა მეზობლებთან. ის უბრალოდ ცხოვრობდა და სალომე იცოდა, რომ მამა ფიქრობდა დედაზე ყოველ დღე. ის იცოდა, რადგან ბინა იყო ზუსტად ისეთი, როგორც ყოფილა 10 წლის წინ, 11 წლის წინ, 12 წლის წინ. არაფერი შეცვლილა. კეტოს ნივთები რჩებოდა იქვე. კეტოს ფოტოები რჩებოდა იქვე. კეტოს სუნი ან რაც რჩებოდა მისი სუნის მეხსიერების, რჩებოდა იქვე, ტანსაცმელში, პირსახოცებში, ბალიშებში. რევაზი დაავადდა 2012 წელს. გულის პრობლემა. იგი წავიდა ექიმთან იმიტომ, რომ იგრძნო ტკივილი მკერდში, იგრძნო, რომ სუნთქვა გაუძნელდა. ექიმმა გააკეთა ტესტები და უთხრა, რომ გული იყო სუსტი, რომ არტერიები იყო ჩაკეტილი, რომ რისკი იყო მაღალი. ექიმმა უთხრა, რომ უნდა შეეცვალა ცხოვრების წესი, უნდა იკვება ჯანსაღად, უნდა დაეწყო ვარჯიში, უნდა შეეწყვიტა მოწევა, უნდა დაეტოვებინა სტრესი, უნდა იზრუნა თავისთვის. მაგრამ რევაზმა არაფერი შეიცვალა. მან განაგრძო მუშაობა, განაგრძო ცხოვრება ისე, როგორც ცხოვრობდა, განაგრძო მოწევა, განაგრძო ყველაფერი. სალომემ სცადა მამასთან საუბარი, სცადა დახმარება, სცადა დარწმუნება, მაგრამ რევაზი იყო ჯიუტი, ჩუმი, დახშული, ისეთი დახშული, რომ სიტყვები უბრალოდ ესვლებოდა მას და ვერ აღწევდა იმ ადგილას, სადაც ისინი საჭირო იყო. 2018 წელს, ნოემბრის 44 დღეს, რევაზ ჯანიაშვილი მიიტანეს საავადმყოფოში. მას ჰქონდა გულის შეტევა სამუშაოზე, მძიმე შეტევა და კოლეგებმა დაურეკეს სასწრაფო დახმარებას. მან გაატარა 2 კვირა საავადმყოფოში, გადაიტანა ოპერაცია, მაგრამ გული იყო ძალიან სუსტი. სალომე ატარებდა დღეებს მასთან, ნიჯდა თეთრ პალატაში, უყურებდა მამას, რომელიც იყო დაკავშირებული მანქანებთან, ткиოდა მონიტორებზე, რომლებიც აჩვენებდნენ გულის რიტმს, სისხლის წნევას, ჟანგბადის დონეს. რევაზი ძლივს საუბრობდა. ის ძლივს ხსნიდა თვალებს. მაგრამ ერთხელ 2 დღით ადრე გარდაცვალებამდე მან გახსნა თვალები და შეხედა სალომეს და თქვა, მე დავტოვე რაღაც შენთვის. ბინაში. შენ იპოვი, სალომემ ჰკითხა რა იყო ეს, მაგრამ რევაზმა დახურა თვალები და აღარ უპასუხა. რევაზ ჯანიაშვილი გარდაიცვალა 2018 წელს, დეკემბრის 2 დღეს, საღამოს 6 საათზე. სალომე იყო მასთან.
ის იჯდა სკამზე მისი საწოლის გვერდით უჭირავდა ხელი, რომელიც იყო ცივი და სუსტი და ის უყურებდა მონიტორს, რომელიც აჩვენებდა გულის რიტმს, რომელიც ნელდებოდა, სანამ არ გაჩერდა. ექიმი შემოვიდა, შეამოწმა და დაუქნია თავი. სალომე არ ტიროდა. ის უბრალოდ იჯდა, ხელი მაინც ეჭირა და უყურებდა მამას, რომელიც აღარ იყო მამა, არამედ სხეული, ცარიელი ჭურვი იმისა, რაც ყოფილა. სალომემ დაიწყო მამის საქმეების მოწესრიგება. დაკრძალვა დოკუმენტები, ბანკის ანგარიშები, კომუნალური გადასახადები, ყველა ის პრაქტიკული რაღაცები, რომლებიც მოსდევს სიკვდილს და რომლებიც უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც სურს თუ არა, მზად არის თუ არა. 2 კვირის შემდეგ დაკრძალვის, როცა ნათესავები წავიდნენ, როცა სახლი კვლავ გახდა ჩუმი, სალომე დაბრუნდა ბინაში და დაიწყო ძიება. მან გაიხსენა, რა თქვა მამამ საავადმყოფოში, რომ დატოვა რაღაც, რომ ის იპოვიდა. მან დაიწყო ძიება სისტემატურად, ოთახის მიხედვით. იგი იპოვა დოკუმენტები, ძველი წერილები, ფოტოები, საქაღალდეები, მაგრამ არაფერი, რაც გამოიყურებოდა როგორც რაღაც განსაკუთრებული, როგორც რაღაც, რაც დატოვებულა სპეციალურად. შემდეგ მამის ძველი სამუშაო მაგიდის უკანა უჯრაში, უჯრა, რომელიც იყო ჩაკეტილი და რომლის გასაღები იპოვა სალომემ მცირე ლითონის ყუთში, მან იპოვა კონვერტები. კონვერტები იყო თეთრი უსადღესასოს, დაახლოებით 40 ან 50 ცალი, შეკრული წითელი ლენტით. ყველა კონვერტზე დაწერილი იყო კეთევანს რევაზის ხელწერით, რომელიც იყო მკაფიო და საქართველოს, მაგრამ ოდნავ კანკალებდა, ოდნავ გადახრილი. არც ერთი კონვერტი არ იყო ღია. არც ერთი კონვერტი არ იყო გაგზავნილი. არც ერთ კონვერტზე არ იყო მარკა, არ იყო მისამართი, არაფერი, რაც მიუთითებდა, რომ ისინი ოდესმე იყო განკუთვნილი ჩაბარებისთვის. სალომე წაიღო კონვერტები და გახსნა პირველი. წერილი იყო დათარიღებული 2004 წლის იანვრით. იგი იყო დაწერილი ხელით, ლურჯი კალმით, მარტივთეთრ ქაღალდზე. იგი იწყებოდა, კეტო, 1 წელია გავიდა. 1 წელი იმ საღამოდან, როცა შენ წახვედი. მე ვიცი, რომ შენ არ წაიკითხავ ამას, მაგრამ მე ვწერ მაინც, იმიტომ რომ არ ვიცი რა სხვა ვქნა. რევაზი წერდა მარტივად, მოკლე წინადადებებით, რომლებიც იყო პირდაპირი და ჩუმი. წერდა, რომ ბინა ცარიელი იყო მის გარეშე, რომ სალომე ბევრს კითხულობდა დედაზე, რომ მას არ სცოდნია რა ეთქვა, როგორ ახსნა. წერდა, რომ ის ელოდა, რომ იცოდა, რომ კეტო სადღაც იყო და რომ ის ელოდებოდა, რომ ის ყოველთვის ელოდებოდა. სალომემ გააგრძელა კითხვა. მეორე წერილი იყო დათარიღებული 2005 წლის მაისით. რევაზი წერდა, რომ სალომე დაამთავრა სკოლა კარგად, რომ მან მიიღო კარგი ქულები, რომ კეტო ამაკი იქნებოდა. წერდა, რომ ის ფიქრობდა იმ საღამოზე, ყოველდღე იმ საღამოზე, როცა კეტო წავიდა და რომ ის ისურვებდა, რომ შეეძლო დაბრუნება და შეცვლა რაღაცის, რომ ის ისურვებდა, რომ შეეძლო თქვა სხვა სიტყვების, რომ ის ისურვებდა, რომ შეეძლო იყოს სხვაგვარად. სალომემ გააგრძელა კითხვა. წერილები იყო დაწერილი ყოველ რამდენიმე თვეში ერთხელ, ზოგჯერ უფრო ხშირად, ზოგჯერ უფრო იშვიათად. რევაზი წერდა როგორც ადამიანი, რომელიც საუბრობს ვიღაცასთან, ვისაც არ ესმის, მაგრამ იმედი აქვს, რომ ოდესმე მოისმენს, ან რომელიც უბრალოდ აკეთებს ამას იმიტომ, რომ სჭირდება თქმა სიტყვების ხმამაღლა, თუნდაც ქაღალდზე. ის წერდა, რომ ელოდებოდა. ის წერდა, რომ არ გაეგო რატომ წავიდა კეტო. ის წერდა, რომ ისურვებდა, რომ შეეძლო ახსნა, რომ ისურვებდა, რომ შეეძლო თქმა მთელი ჭეშმარიტების. მაგრამ ის არასოდეს აღწერდა, თუ რა იყო ჭეშმარიტება. სალომემ გააგრძელა კითხვა და წერილებში იგრძნო რაღაც, რაც ჯერ არ გაეგო, რაღაც ბუნდოვანი, რაღაც, რაც იყო დამალული სიტყვებს შორის. რევაზი წერდა როგორც ადამიანი, რომელიც იცოდა რაღაც, მაგრამ არ სურდა თქმა, ან ეშინოდა თქმის. იგი წერდა, მე ვიცი რატომ წახვედი, მაგრამ არასოდეს აღწერდა რატომ. იგი წერდა იმ საღამოს, მე არ უნდა მეთქვა ის რაც ვთქვი, მაგრამ არასოდეს აღწერდა რა თქვა. იგი წერდა, თუ შენ დაბრუნდებოდე, მე ახსნიდი ყველაფერს, მაგრამ არასოდეს აღწერდა რა იყო ყველაფერი. იგი წერდა როგორც ადამიანი, რომელსაც აქვს საიდუმლო, მძიმე საიდუმლო და რომელიც არ იცის როგორ გაათავისუფლოს ეს საიდუმლო, ან ეშინია გათავისუფლების. ერთ-ერთი წერილი, დათარიღებული 2010 წლის ნოემბრით, იყო უფრო გრძელი. რევაზი წერდა, რომ 7 წელი გავიდა, რომ ის ფიქრობდა იმ საღამოზე ყოველდღე, რომ ის ფიქრობდა იმაზე, რომ თუ მან რაიმე სხვა გაეკეთებინა, რაიმე სხვა ეთქვა, მაშინ ყველაფერი იქნებოდა სხვაგვარად. იგი წერდა, რომ არასოდეს უთქვამს პოლიციას ყველაფერი, იმიტომ რომ ეშინოდა, იმიტომ რომ არ იცოდა როგორ ახსნა. იგი წერდა, რომ იმედი ჰქონდა, რომ კეტო იცოდა, რომ ის არ აპირებდა, რომ მოხდეს ასე, რომ ის უბრალოდ გაბრაზებული იყო, რომ ის თქვა სიტყვები, რომლებიც არ უნდა ეთქვა და რომ კეტო გამოვიდა კარიდან და ის არ გაჰყვა, იმიტომ რომ ფიქრობდა, რომ კეტო დაბრუნდებოდა, რომ ის ყოველთვის ბრუნდებოდა.
იგი წერდა, რომ როცა კეტო არ დაბრუნდა, ის გამოვიდა ძებნისთვის, მაგრამ იყო ძალიან გვიან, რომ ის ძებნა დიდხანს, მაგრამ ვერ იპოვა, რომ ის იპოვა რაღაც, მაგრამ არ წერდა რა იპოვა, არ აღწერდა რა იყო ეს რაღაც. სალომე აცქერდა წერილს. მისი ხელები კანკალებდა. იგი კითხულობდა და ცდილობდა გაეგო, ცდილობდა შეავსო ხვრელები, ცდილობდა გააკეთო აზრი იმ ფრაგმენტებისგან, რომლებიც მამა აძლევდა, მაგრამ რომლებიც არასოდეს იყო სრული. მამამ იპოვა რაღაც იმ საღამოს. მამამ არ უთხრა პოლიციას ყველაფერი. მამამ წერდა როგორც ადამიანი, რომელსაც შეეშინდა, როგორც ადამიანი, რომელიც იცოდა, რომ რაღაც მოხდა, მაგრამ არ აღიარა, ან ვერ აღიარა, ან ეშინოდა აღიარების. სალომემ გააგრძელა კითხვა. წერილები გრძელდებოდა წლების განმავლობაში. 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016. რევაზი წერდა, წინადადებები, რომლებიც იყო მარტივი, მაგრამ დატვირთული ემოციით, წინადადებები, რომლებიც პასუხობდა როგორც მანტრა, როგორც ლოცვა, როგორც რაღაც, რაც ინახავდა მას ცოცხალს, ან ინახავდა იმედს ცოცხალს, ან ინახავდა რაღაცას. ბოლო წერილი იყო დათარიღებული 2018 წლის აგვისტოთი, ერთი თვის წინ რევაზის გარდაცვალებამდე. რევაზი წერდა, რომ ის ცუდად გრძნობდა თავს, რომ ექიმმა უთხრა, რომ გული ძალიან სუსტი იყო, რომ შესაძლოა ბევრი დრო აღარ ჰქონდა, რომ ის გრძნობდა, რომ დრო მთავრდებოდა. იგი წერდა, რომ არ ეშინოდა სიკვდილის, მაგრამ ეშინოდა, რომ წავიდოდა და კეტო ვერასოდეს იცოდა, რომ ის ელოდა 14 წლის განმავლობაში, რომ ის ყოველდღე ფიქრობდა მასზე, რომ ის ინახავდა ყველაფერს მისთვის. იგი წერდა, რომ სადაზღვევო პოლისი, რომელიც იგი გააკეთა წლების წინ, იყო მისი გზა იმისა, რომ შეენახა კეტოს სახელი ცოცხალი, რომ შეენახა იმედი, რომ ოდესმე, სადღაც კეტო დაბრუნდებოდა და იპოვნიდა რაღაცას, რაც ელოდა მას. რაღაც, რაც ეთქვა მას, რომ რევაზი არასოდეს შეწყვიტა ელოდა, არასოდეს შეწყვიტა სჯეროდა. სალომე დახურა წერილი და იჯდა დიდხანს. მან ვერ იტირა. მას უბრალოდ არ გამოსდიოდა. მან უყურებდა კონვერტებს, რომლებიც იყო დალაგებული მაგიდაზე და ფიქრობდა თავის მამაზე, რომელიც იჯდა ამ მაგიდასთან 14 წლის განმავლობაში და წერდა წერილებს ქალისთვის, რომელსაც ვერ გაეგზავნა, რომელსაც შესაძლოა ვერასოდეს წაიკითხა, რომელიც შესაძლოა აღარ იყო ცოცხალი, ან იყო ცოცხალი, მაგრამ არ სურდა პოვნა, ან არ შეეძლო დაბრუნება, ან არ იცოდა როგორ დაბრუნება. მაგრამ რევაზი არ მსჯელობდა ასე. რევაზი წერდა როგორც ადამიანი, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ კეტო სადღაც იყო, რომ ის ცოცხალი იყო, რომ ის იცოდა, რომ რევაზი ელოდებოდა. და ეს იყო, რაც აშფოთებდა სალომეს ყველაზე მეტად. არა თავად წერილები, არამედ ის, რომ რევაზი არასოდეს დაწერა, სად იყო კეტო, ან რა ფიქრობდა, რომ მოხდა, ან რატომ არ უთხრა პოლიციას ყველაფერი. რევაზი წერდა როგორც ადამიანი, რომელიც იცოდა, მაგრამ არ სურდა თქმა, არც წერილობით, არც ხმამაღლა, როგორც ადამიანი, რომელიც ატარებდა საიდუმლოს და რომელიც წერდა ამ წერილებს არა იმისთვის, რომ ეთქვა საიდუმლო, არამედ იმისთვის, რომ დაეთვალიერებინა გარშემო. სალომემ გადაწყვიტა შემოწმება სადაზღვევო პოლისის. მან იპოვა დოკუმენტი მამის საქაღალდეებში, დოკუმენტი, რომელიც იყო დალაგებული სისტემატურად მამის სხვა მნიშვნელოვან ქაღალდებთან, ანგარიშებთან, ხელშეკრულებებთან. პოლისი იყო გაფორმებული 2013 წლის დეკემბერში, თბილისის სადაზღვევო კომპანიაში. ბენეფიციარი იყო კეთევან ჯანიაშვილი. პოლისი იყო სიცოცხლის დაზღვევა და თანხა იყო საშუალო, არც ძალიან დიდი, არც ძალიან პატარა, უბრალოდ სტანდარტული პოლისი, ტიპიური პოლისი, რომელსაც ადამიანები იღებენ ოჯახებისთვის. მაგრამ რაც უცნაური იყო, ის იყო, რომ პოლისი გადახდილი იყო ყოველწლიურად, რეგულარულად, არც ერთი გაცდენის გარეშე 14 წლის განმავლობაში. ბოლო გადახდა გაკეთებული იყო 2018 წლის სექტემბერში, 3 თვის წინ რევაზის გარდაცვალებამდე. უკანასკნელი გადახდა, რომელიც რევაზმა გააკეთა იმ დროს, როცა ის უკვე იყო ავად, როცა ის უკვე იცოდა, რომ დრო მთავრდებოდა. სალომე იჯდა და აცქერდა დოკუმენტს და ცდილობდა გაეგო. თუ კეტო გაქრა, თუ არავინ იცოდა სად იყო, თუ რევაზი თვლიდა, რომ ის დაბრუნდებოდა, რატომ გააკეთა სადაზღვევო პოლისი მის სახელზე 5 კვირის შემდეგ გაქრობის. და რატომ ადახდიდა მას 14 წლის განმავლობაში? ადამიანი, რომელიც ელოდება ვიღაცას დაბრუნებას, არ აკეთებს სადაზღვევო პოლისი იმ ადამიანის სახელზე. სადაზღვევო პოლისი ნიშნავს დაცვას სიკვდილის შემთხვევაში. ადამიანი, რომელიც მართლაც მჯერა, რომ ვიღაც ცოცხალია და დაბრუნდება, არ აკეთებს პოლისს. მაგრამ ადამიანი, რომელიც იცის, რომ ვიღაც არ დაბრუნდება, შესაძლოა აკეთებს პოლისს როგორც რაღაცას, როგორც გზას იმისა, რომ იყოს დაკავშირებული, როგორც გზას იმისა, რომ შეინარჩუნოს სახელი აქტიური, ცოცხალი ოფიციალურ სისტემაში. სალომემ დარეკა სადაზღვევო კომპანიაში.
თანამშრომელმა დაადასტურა, რომ პოლისი იყო აქტიური, რომ ყველა გადასახადი გადახდილი იყო და რომ პოლისი იყო ძალაში. სალომემ ჰკითხა, ვინ ჩააბარა საბუთები პოლისის გასაფორმებლად. თანამშრომელმა უთხრა, რომ ინფორმაცია ძველი იყო, მაგრამ თუ სალომე მოდიოდა პირადად, შეეძლო არქივის შემოწმება, რომ მათ ჰქონდათ ძველი ფაილები. სალომე წავიდა თბილისში სადაზღვევო კომპანიის ოფისში, რომელიც იყო ცენტრალურ უბანში, ძველ შენობაში. თანამშრომელმა ახალგაზრდა ქალმა ამ რამდენიმე წუთში არქივიდან დაუჩვენა დოკუმენტი. პოლისი გაფორმებული იყო რევაზ ჯანიაშვილის მიერ. ბენეფიციარი იყო კეთევან ჯანიაშვილი. პოლისი აღებული იყო 2013 წლის დეკემბრის 46 დღეს. სალომემ გამოთვალა. დედა გაქრა ნოემბრის 21 დღეს. პოლისი აღებული იყო 5 კვირის შემდეგ, ზუსტად 25 დღის შემდეგ. ეს იყო ფაქტი, რომელიც არ ჯდებოდა. ეს იყო ფაქტი, რომელიც არ ქმნიდა აზრს, თუ რევაზი რეალურად თვლიდა, რომ კეტო უბრალოდ წავიდა და დაბრუნდებოდა. სალომე დაბრუნდა მცხეთაში და განაგრძო ძიება მამის ბინაში. მას სურდა იპოვოს რაიმე, რაც აეხსნა ამ პოლისს, რაც აეხსნა წერილებს, რაც აეხსნა ყველაფერს. მან შეამოწმა კარადები კვლავ, შეამოწმა მაგიდის უჯრები კვლავ, შეამოწმა თაროები კვლავ. მან შეამოწმა სარდაფი, სადაც რევაზი ინახავდა ძველ ნივთებს, ყუთებს, რომლებიც ავსებული იყო ძველი ტანსაცმელით, ძველი ინსტრუმენტებით, ძველი ჟურნალებით. მან ვერაფერი იპოვა. მან ჰკითხა ნათესავებს. მან დარეკა კეტოს დას, რომელიც ახლა იყო მე-60 წლის, და ჰკითხა, თუ იცოდა რამე რევაზის და კეტოს ურთიერთობის შესახებ, თუ იცოდა რამე იმ საღამოს შესახებ. დამთქვა, რომ არაფერი იცოდა, რომ კეტო არასოდეს საუბრობდა ბევრ პირად პრობლემებზე, რომ ის ყოფილა ჩუმი ადამიანი, დახშული. მან ჰკითხა რევაზის ძველ კოლეგებს, მეზობლებს, ყველას, ვინც შესაძლოა იცოდა რაიმე. არავინ იცოდა არაფერი. არავინ არ ახსოვდა, რომ რევაზი ოდესმე თქვა რაიმე, რაც დაკავშირებული იყო კეტოს გაქრობასთან, რაიმე, რაც შეეძლო იყოს მინიშნება. გავიდა კვირები, შემდეგ თვეები. სალომე დაბრუნდა თბილისში, თავის ცხოვრებაში, თავის სამსახურში, თავის ჩვეულ რუტინაში, მაგრამ ვერ წყვეტდა ფიქრს მამაზე, დედაზე, წერილებზე, პოლისზე, საიდუმლოზე. მან სცადა ცხოვრება ჩვეულებრივად, მაგრამ არ შეეძლო. რაღაც რჩებოდა, რაღაც უპასუხი, რაღაც დაუმთავრებელი, რაღაც რაც იყო იქ, ყოველთვის ხელშეუხებელი, მაგრამ ფაქტიური. ერთ დღეს გაზაფხულზე, 2018 წლის აპრილში, სალომე იჯდა კაფეში თბილისში და უყურებდა ფანჯარას. მან დაინახა ქალი, რომელიც ჰგავდა დედას. ქალი იყო იმავე ასაკის, იმავე სიმაღლის, იმავე წონის, იმავე ტიპის თმა. სალომე დახტა და გამოვიდა ქუჩაში, მაგრამ ქალი გაქრა ხალხში, გაქრა ორი წამში და სალომე დარჩა იქ, იდგა ქუჩაში, უყურებდა ხალხს, ეძებდა სახეს, რომელსაც ვერასოდეს იპოვიდა. სალომე დაბრუნდა კაფეში და იჯდა და თავისულელად გრძნობდა. ის იცოდა, რომ ეს არ იყო დედა. ის იცოდა, რომ შანსი იმისა, რომ დედა ცოცხალი იყო და ეხეტებოდა თბილისში, იყო თითქმის ნული. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ მამა ფიქრობდა ზუსტად ასე 14 წლის განმავლობაში, რომ მამა ხედავდა დედას ყველგან, ხედავდა მას ქუჩაში, ხედავდა მას სიზმრებში, ხედავდა მას ჩრდილებში. სალომე დაბრუნდა სახლში და ფიქრობდა იმაზე, თუ რა მოხდა იმ საღამოს ნოემბერში 2013 წელს. ის ფიქრობდა იმაზე, რომ დედამ წავიდა ჩხუბის შემდეგ. ის ფიქრობდა იმაზე, რომ მამამ თქვა რაღაც, რაც დედამ ვერ აიტანა. ის ფიქრობდა იმაზე, რომ დედა გავიდა სახლიდან ცივ-ღამეს და არასოდეს დაბრუნდა. ის ფიქრობდა იმაზე, რომ მამამ თქვა წერილებში, რომ იპოვა რაღაც, მაგრამ არ თქვა რა იყო ეს. ის ფიქრობდა იმაზე, რომ მამამ არასოდეს უთხრა პოლიციას ყველაფერი. და შემდეგ ის ფიქრობდა იმაზე, რომ მამამ გააკეთა სადაზღვევო პოლისი 5 კვირის შემდეგ. რატომ? სალომეს მოვიდა აზრი, რომელიც იყო საშინელი, მაგრამ შეუძლებელი არ დაფიქრება. შესაძლოა მამამ გააკეთა პოლისი არა იმიტომ, რომ ელოდებოდა დედას, არამედ იმიტომ, რომ არ ელოდებოდა, არამედ იმიტომ, რომ იცოდა, რომ დედა არასოდეს დაბრუნდებოდა. შესაძლოა მამამ გააკეთა პოლისი იმიტომ, რომ იცოდა, რომ დედა არასოდეს დაბრუნდებოდა და პოლისი იყო მისი გზა იმისა, რომ შეენარჩუნოს დედის სახელი ცოცხალი, არა იმიტომ, რომ ელოდებოდა, არამედ იმიტომ, რომ ბრალდება, იმიტომ, რომ სჭირდებოდა რაღაცის გაკეთება, რაღაცის, რაც ამბობდა, მე არ დავივიწყე, მე არ დავტოვე, მე ვინახავ. შესაძლოა წერილები არ იყო მიმართული დედისთვის, არამედ თავისთვის, გზა იმისა, რომ დაერწმუნებინა თავისი თავი, რომ ის არ იყო მიზეზი, რომ ის არ იყო ის, ვინც გააკეთა რაღაც საშინელი, რომ ის იყო მხოლოდ ის, ვინც ელოდებოდა, ის, ვინც ელოდებოდა და ისურვებდა და იმედი ჰქონდა. მაგრამ სალომეს არ სურდა ფიქრი ასე.
მას სურდა რომ სჯეროდა რომ მამა იყო კარგი ადამიანი, რომ მამა იყო ადამიანი, რომელიც უბრალოდ გაუმართლებლად გააკეთა შეცდომა და გატარდა დანარჩენი ცხოვრება მის შესწორებაში, ან მის გამოსყიდვაში, ან მის მოთმინებაში. სალომე არასოდეს გაიგო. მან არასოდეს იპოვა პასუხები. პოლიცია არ ხსნიდა საქმეს ხელახლა. არ არსებობდა მტკიცებულება. არ არსებობდა მიზეზი. არ არსებობდა არაფერი გარდა წერილების, რომლებიც იყო პირადი, რომლებიც არ ამტკიცებდა არაფერს გარდა იმისა, რომ რევაზ ჯანიაშვილი ფიქრობდა თავის ცოლზე ყოველდღე 14 წლის განმავლობაში. სალომემ განაგრძო ცხოვრება. მან დაამთავრა უნივერსიტეტი, დაიწყო მუშაობა, დაიწყო ახალი თავი. მაგრამ წერილები რჩებოდა მასთან დალაგებული ხუთში, იმავე ხუთში, სადაც რევაზმა შეინახა ისინი, დალაგებული იმავე თანმიმდევრობით. ზოგჯერ ის აღებდა ერთ-ერთს და კითხულობდა და ცდილობდა გაეგო, ცდილობდა იპოვოს ახსნა, ცდილობდა იპოვოს რაღაც, რაც აკეთებდა აზრს. მაგრამ რაც უფრო ეძებდა პასუხებს, მით უფრო მეტ შეკითხვებს პოულობდა, მით უფრო მეტი რამ რჩებოდა გაუგებარი. ერთადერთი რაც სალომეს რჩებოდა იყო ცოდნა რომ მამა რაც არ უნდა მოხდეს იმ საღამოს, რაც არ უნდა იცოდა, რაც არ უნდა გაეკეთებინა, გაატარა დანარჩენი ცხოვრება ელოდებოდა. ელოდებოდა დედას, ან ელოდებოდა შენდობას, ან ელოდებოდა რაღაცს, რაც არასოდეს მოვიდა. და ბოლოს, როცა რევაზ ჯანიაშვილი გარდაიცვალა, მან დატოვა მხოლოდ კითხვები, წერილები, რომლებიც არასოდეს გაიგზავნა და სადაზღვევო პოლისი, რომელიც ადახდიდა 14 წლის განმავლობაში იმ ქალისთვის, რომელიც აღარ იყო, ან რომელიც არ დაბრუნდა, ან რომელიც ოდესმე იყო, მაგრამ აღარ შეეძლო იყოს. სალომე ცხოვრობს თბილისში დღემდე. ის ინახავს წერილებს. ზოგჯერ ის ფიქრობს მათზე, ზოგჯერ არა. ზოგჯერ ის ფიქრობს, რომ უნდა გააგრძელოს ძიება, რომ უნდა სცადოს კიდევ ერთხელ იპოვოს რა მოხდა, რომ უნდა დაურეკოს პოლიციას კიდევ ერთხელ, რომ უნდა გააკეთოს რაღაც. მაგრამ ის იცის, რომ შანსი იმისა, რომ იპოვოს პასუხები, თითქმის ნულია. მისი დედა, კეთევან გაქრა 14 წლის წინ 2013 წელს, ცივ ნოემბრის საღამოს და მისი მამა რევაზი, წავიდა 2018 წელს, ყოველგვარი ახსნის გარეშე, ყოველგვარი აღიარების გარეშე, მხოლოდ წერილებით, რომლებიც იყო სავსე სიტყვებით, მაგრამ ცარიელი პასუხებით. ყველაფერი რაც რჩება არის სიჩუმე, წერილები და ცოდნა რომ ზოგიერთი ადამიანი ტოვებს ისე რომ არასოდეს გაიგებ რატომ და ზოგიერთი ადამიანი რჩება ისე რომ არასოდეს გაიგებ რას ელოდა და ზოგიერთი საიდუმლო იკარგება დროსთან ერთად, იკარგება სიჩუმეში, იკარგება იმ სივრცეში, რომელიც არის ორ ადამიანს შორის, რომლებიც ელაპარაკებიან, მაგრამ არასოდეს ესმით ერთმანეთი, რომლებიც ცხოვრობენ ერთად, მაგრამ რჩებიან მცხოვები, რომლებიც ელოდებიან, მაგრამ არასოდეს იპოვიან.